გამარჯობა, ამბეში განვიხილოთ ეს ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ეწოდება D-Login, პროგრამის მეშვეობით შეგვიძლია დავაყენოთ ნებისმიერ ჩვენს სასურველ ფაილზე პაროლი. მოკლედ ძალიან საინტერესო პროგრამაა. კარგი, დავიწყოთ მისი ინსტალაცია. მე ამ პროგრამას მოყოლი ვახსრე, შეთქვი შეგიძლიათ გადმოიწეროთ ეს პროგრამა. კარგი, გავუშვოთ საინსტალაციო, next დავიშვათ ადგილს, სადაც გვქონდა დავაინსტალიროთ ეს იყო C-დისკში და თავისი ფაილი D-Log. Next და install. Nu აქ რანაირი იკონი არ გამოჩნდება ჩვენ დესკტოპზე, უბრალოდ ეს მოქმედებს მხოლოდ მარჯვენა ღილაკს დაჭერის შემთხვევაში. კარგი, ეხლა მივიტანოთ მოვისწრებს რომელი ფაილისეც გვინდა რომ დავადოთ პაროლი, ჩვენ სასურველ ფაილზე, მაგალითად ამ შემთხვევაში ეს არის ჩემი სასურველი ფაილი, რომელზეც მინდა რომ მე დავადო პაროლი და დავაჭერთ მოვისწრებს მარჯვენა ღილაკს. აქ გვაქვს ბრძანება lock და unlock, ანუ გახსნა და ანუ დააკეთო და გახსნა და დავაჭერთ მას. არის შეგას გამოჩნდება ესეთი პანჯარა, სადაც ჩვენ შევიყვანოთ პირველ რიგში პაროლი და მეორე რიგში უნდა გავიმეოროთ ის პაროლი. კარგი, ამ შემთხვევაში მოდი შევიყვანოთ ნებისმიერი ჩვენ სასურველი პაროლი. აქ გავიმეოროთ და დავაჭერთ lock. Nu am ფაილის ჩართვის შემთხვევაში გამოჩნდება ესეთი რამ, ანუ ჩვენს შეგვიძლია ამ ფაილის გახსნა და როგორ უნდა მოვაცილოთ ახლა პაროლი. დავაჭერთ მაუს მარჯვენა ღილაკს lock, unlock და აქ შევიყვანოთ ისევ ის პაროლი. და დავაჭერთ unlock. შეგადაჩვეულებრივად გაიხსნება ეს ფაილი. მოკლედ ვიდეო დასრულებულია. დიმანო ყურებისათვის გამოიწერეთ ჩემი არხი, ასევე გვესწრებით ვებ გვერდზე და გვესწრებით ჩვენს Facebook-ის გვერდზე. მოკლედ ვიდეო დასრულებულია. ნახვამდის.